საქმე წმინდათა მოციქულთა თავი 27. დავით არცა განაჩინეს, ნავითა წარსვლა იჩვენი იტალიად, მისცეს პავლე და სხვანი, ვინმე ყრობილნი ასისთავსა სახელით იულიოს, გუნდისა სევასტიელისაი. შევედით ნავსა ადრამიტვინელსა, რომელი მიმავალ იყო ადგილთა მათ ასიაისათა და აღვხედით რა იჩვენთანა იყო არისტარხოს, მაკედონელი თესალონიკელი. და მეორესა დღესა შთავედით სიდონდ. კაცთმოყვარება იაჩვენა იულიოს პავლესთვის და უბრძანა მეგობართა თვისათანა მისვლად და მოღვაწებისა მიმთხვევად. და მიერ შევსხედით და თანაწარვლეთ კვიპრე წინააღმდგომებითა ქართაითა. მაშინ უბსკრული კილიკიისაი და პამფილიისაი განვლეთ და შთავედით მვირა ქალაქად ლუკიისა. და მოუპოვა პასისთამანმა ნავი ალექსანდრიისაი, რომელი მივიდოდა იტალიად და შემსხნა ჩვენ მაშინა. ხოლო მრავალთა დღეთა მძიმედ ვიდოდეთ და ძნიად მივიწიენით კნიდონდ, რამე თუ არა გვიტევებდა ჩვენ ქარი იგი და თანაწარვლეთ კრიტი სალმონით კერძო. დავით არცა ძლით წარმოვირჩიენით იგი, მოვედით ადგილსა რასმე, რომელსა ერქვა ტბები კეთილი, რომელსა ეახლა ქალაქი ლასიაი. დავით არცა მრავალი ჟამი წარხდა და იყოღა ნავი საცდომელ სავალად და რამე თუ მარხვანი წაროდენ სრულიყვნეს, ამცნებდა მათ პავლე და ეტყოდა: კაცნო ძმანო, ხედავ, რამე თუ ჭირი და ზღვევაი მრავალი ყოფა დაარს. არა ხოლო თუ ტვირთისა და ნავისაი, არამედ თავნისა ჩვენი წარწმენდა და არიან ნავისა თანა. ხოლო ასისთავი იგი მენავეთ მოძღვარს ამას და ნავის უფალსა ერჩდა უფრო ის ვიდრე პავლეს სიტყვათა. დავით არ უმარჯვი იყო ნავსადგური იგი დასაზამთრებლად, უმრავლესთა მათგანთა დაიდვეს გულსა წარსვლად მიერ. უკვე თუმცა ვით არ უძლეს მისვლად ფინიკეთ და ნუნ დაზამთრებათ ტბას ამას კრიტისასა, რომელი ხედვიდა ჩრდილოდ და სოფლად. დავით არც იგი ქროდა ქარის სამხრისაი, გონებდეს ვითარმეთ ნებისებრ მათისა იყოს, აღდგეს ასონით და წარირჩევდეს კრიტით. და შემდგომად არა მრავლისა ჟამისა იწყო ქროლად მისთანა ქარმან მან ბრუბალმან, რომელსა რქვიან ვრცელღელვა. დავით არ შეაცდუნა ნავი იგი და ვერეძლო პირსა მიქცევად ქარისა მის მიუტევეთ და მიმოვაქუნდით. ჭალაკსა რაის მე თანა წარვხედით რაი, რომელს ერქვა კლავდი, ძლით შეუძლეთ დაპყრობად ხვამალდისა, რომელი აღიღეს და შესაწევნელად იხუმევდეს და შემოსწებეს ნავსა, ხოლო ეშინოდა ნუ უკვე კბოდეანთასა გამცივენ, გარდაუტევეს ჭურჭელი და ესრეთ მიმოვაქუნდა. დავითა დიდსა ზამთარსა შინა ვიყვენით ხვალისაგან გარდასდებდეს ტვირთსა. და მესამესა დღესა ჭურჭელი ნავისაი თვისთა ხელთა გარდააბნიეს. ხოლო არც ამზე არც ვარსკვლავი ჩანდა მრავალთა დღეთა, რამე თუ ზამთარი დიდი იყო. მიერიდან წარვიწილეთ სასვეობა იყო ვერი ცხოვრებად ჩვენდან და ფრიადი უზმოება იყო. მაშინ პავლე აღდგა შორის მათსა და თქვა: ჯერ იყო ჰოი კაცნო, რაითამცა მერჩდით მე და არა წარვხედით კრიტით და შეიძინეთ ჭირი ესე და ზღვევაი. დააც გეტყვი თქვენ, გულდებული იყვენით, რამე თუ განხვევაი სულისაი არცა ერთისაი იყოს თქვენგან თვინიერ ხოლო ნავისა. რამე თუ წარმომიდგა მე ამას ღამესა ანგელოზი ღმრთისაი, რომლისაი ვარ მე, რომელსაცავ მსახურებ. დამრქვა ნუგაშინინ პავლე კეისრისა ჯერ არ შევიდა წარდგომაი და აჰა ესერან მიგმადლა შენ ღმერთმან ყოველნი, რომელნი არიან შენთანა ნავსა მაგას. ამისთვის გულდებული იყვენით კაცნო, რამე თუ მრწამს ღმრთისაი, რამე თუ ესრეთ იყოს ვითარცა სახეთ მეტყოდა მე. ჭალაკსა რას მე განცვლილებად ვართ ჩვენ. ხოლო ვითარმცა მე-14 ღამე მოიწია და მიმოვეტაცენით ჩვენ ანდრიასა შინა შუაღამეს ოდენ გონებდეს მენავენი იგი მიწენად რომელსამე სოფელსა. და გარდაუტევეს საზომი და პოვეს 20 მხარ და მცირე დარეყოვნეს და ყვალად მოზომეს და პოვეს 15 მხარი და ეშინოდა ნუ უკვე კბოდუანს და ადგილსა გამცვიენ. ბოლოით კერძო ნავისამის გარდასთხინეს 4 კავნი და ილოცვიდეს განთენებასა. ხოლო მენავეთა მათ ეგულებოდა სიმტოლაი ნავისა მისგან და გარდაუტევეს ხვამალდი იგი ზღვად მიზეზად რეცა თუ თავით კერძო ნავისა მის განმარტებენ კავთა. მაშინ პავლე რქვა ასისთავსა მას და ერის კაცთა: უკვე თუ ესენი არა იყვნენ ნავსა შინა, თქვენ განმირნებად ვერ ხელგეწიფების. მაშინ ერისაგანთა მათ განუკვეთეს საბელნი იგი ხვამალდისანი და მიუშვეს იგი წარტაცებად ღელვათა. დავით არცა განთენდებოდა, ლოცვიდა ყოველთა პავლე მიღება და სასძელისა და რქვა: მე-14 დღე არს დღეს, ნაიდან უზმათა დაგიყოფიეს და რა იმიგიღებიეს. ამისთვის გლოცავ თქვენ მიღებათ სასძელისა, რამე თუ ესე თქვენისა ცხოვრებისათვის იქმნა, რამე თუ არავისი თქვენგანისაი თმაი ერთი თავისაი წარწმედა დაარს. და ესე ვითარცა თქვა,
მოიღო პური, მადლობდა ღმერთსა წინაშე ყოველთასა და განტეხა და იწყო ჭამად. გულს მოდგინა იქმნეს ყოველნი და მათცა მიიღეს საზრდელი. ხოლო ვიყვენით ნავსა, მაშინა ყოველნი კაცნი 236 მეტნი სული. დავით არცა განძღეს საზდელითა აღუმცირებდეს ნავსა მას და გარდასდებდეს იფქლსა ზღვად. დარჟამს განთენა ქვეყანა იგი ვერ იცნეს. ყურესა რასმე განიცდიდეს, რომელისა იყო ზღვის კიდე. სადა იგი ეგულებოდა უკვე თუმცა ვით არ შეუძლეს განდგინებაი ნავისა იმის. მოხსნეს კავნიცა იგი და მიუტევნეს ზღვად და მათ თანა მიუტევნეს შესაუღლელნიცა იგი საჭეთანი და აღუპყრეს აფრაი მცირე და ქარით კერძო ეპყრა ზღვის კიდით კერძო. დავით არცა შეცვივნეს უმძაფრესა ადგილსა დაჰკიდეს ნავი იგი და რამ თუ თავით კერძო იგი უმაგრესად დგა ეგო უძრავად, ხოლო ბოლოით კერძო იგი დაირღვეოდა სიმძაფრითა ღელვათაითა. ხოლო ერისკაცთა მათ ზახვა ყვეს, რაითა მოსწყვიდნენ მყრობელნი იგი უკვე განრიმე ცურდეს და ილუტოდეს. ხოლო ასისთავსა მას უნდა განრინებაი პავლესი და დააბრკოლა იგინი ზახვისა მისგან და უბძანა რომელნი იგი ცურით შემძლებელი იყვნენ განსვლად ქვეყანად და სხვანი იგი რომელნიმე ფიცრითა და რომელნიმე ჭურჭლითა ნავისაითა რომლითამე და ესეთ განვერენით ყოველნივე და გამოვედით ქვეყანად.